მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ, ბევრ საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი, მაგრამ დასაწყისში მე მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ შალვა პაპუაშვილის წერილზე, რომელიც ძალიან საინტერესოა, ძალიან ნიშანდობლივია და ეხმიანება დღევანდელ მდგომარეობას, იმ დაძაბულ პოლიტიკურ რეალობას და ამ წერილთან მიმართებით მე ჩვენ გვინდა რომ გარკვეულწილად შემოგთავაზოთ ჩვენი თვალსაზრისი, ჩვენი პოზიცია თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, ჩვენ რა თქმა უნდა სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ დღეს ჩვენს გადაცემაში და გვექნება სხვადასხვა მიმართულებით საუბარი და თავდაპირველად ბატონი შალვა პაპუაშვილის წერილი, რა თქმა უნდა, მოვისმინოთ. პაპუაშვილი დოკუმენტს აქვეყნებს და წერს, რომ ყურადღება გაამახვილა იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება. რამდენიმე დღის წინ განმეორებითი წერილით მიმართე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაվել ჰერჩინსკის, სადაც კიდევ ერთხელ გავამახვილე ყურადღება იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება. ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბატონ პაվել ჰერჩინსკის. მინდა გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მისიის უმოქმედობა ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ, ქმნის იმგვარ გარემოს, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს ზიზღის ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციისთვის. ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისგან მომდინარეობს. როგორც ჩემს წინა წერილში აღვნიშნე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისთვის მწვანე შოქის ანთების ნიშნად მიიღონ. იქმნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა შეიძლება ევროპული ღირებულებების სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები. ჩემი გაფრთხილება, რომ უმოქმედობა მწვანე შუქად იქნებოდა აღქმული მალე გამართლდა. ნახეთ თუ როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს 9 მაისს ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც ცნობილი არიან როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. სამწუხაროდ ამის შემდეგაც კი არ მოგვისმენია ამ ინციდენტის საჯარო დაგმობა. 17 მაისს კვლავ ევროპული ღირებულებების სახელით მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იმავე პირებმა, რომელთა მიმართაც ევროპელი აქტორნი მანამდე მხარდაჭერას გამოხატავდნენ. 22 მაისს კვლავ ევროპული ღირებულებების მოხმობით გამართლებული იქნა სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართ, ორი პირის მხრიდან, რომლებიც ცნობილი არიან როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. ჩემს წინა წერილში მე მივუთითებდი იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს უარს საჯაროდ და მკაფიოდ დაიგმოს ამგვარი რადიკალური ქმედებები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ პოლარიზაციას ასაზრდოებს, არამედ ქართულ დემოკრატიას ემუქრება. უკვე ვხედავთ, რომ მსგავსი სიჩუმით წახეზებული ჯგუფები მიუახლოვდნენ იმ წერტილს, რომლის მიღმაც ექსტრემიზმია და საიდანაც მოbrunება შეუძლებელი იქნება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთ განცხადებებსა და დოკუმენტებში დაიწყეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა და ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა არალეგიტიმური და თვითგამოცხადებული პარლამენტი და მთავრობა. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიება ან დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარება თავად დემოკრატიის უარყოფაა. ამ კამპანიის კოორდინირებული ხასიათი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული მეთოდებით შეცვლისათვის იდეოლოგიური საფუძვლის მომზადებასთან. ცხადია, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სტანდარტით ეს არაა
გამოხატვის თავისუფლება არამედ ექსტრემიზმია. პასუხისმგებლიანი დონორობა წარმოადგენს არა არჩევანს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას, რომელიც გარანტირებულია დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციით. ამ ვალდებულების დარღვევა იმავდროულად წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. ექსტრემისტული მიზნებისთვის დონორების დაფინანსების გამოყენებაზე უღარის თქმა ამ ვალდებულების მთავარი კომპონენტია. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი გაფრთხილებები არ იქნა გათვალისწინებული. ადრეც ვიხილეთ, რომ დახმარება მათ შორის ევროპული დახმარება არადემოკრატიული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული გვახსენებს არასამთავრობო ორგანიზაცია მოძრაობა სირცხვილიას კამპანიას სახელწოდებით მე ვისროლე, რომელიც ევროპული დემოკრატიის ფონდის მიერ ფინანსდებოდა და მოლოტოვის კოქტეილის სროლას პროტესტის ლეგიტიმურ საშუალებად წარმოაჩენდა. 2023 წელს, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს, ის არ იყო სათანადოდ დაგმობილი. პირიქით, ზოგიერთმა ამ აქტის რომანტიზებას სცადა, რასაც მომდევნო წელს ხალხისა და შენობების მიმართულებით ათობით მოლოტოვის კოქტეილისა და სხვა ფეთქებადი საშუალებების გამოყენება მოხდა. ამ ესკალაციაში რთულია ვერ შეამჩნიო მიზეზ შედეგობრივი კავშირი. ევროკავშირის როგორც მშვიდობის პროექტის არსი მდგომარეობს არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის ომის თავიდან არიდებაში, არამედ აგრეთვე მშვიდობიან გარემოში საზოგადოებების განვითარების შესაძლებლობების შექმნაში, ისეთ გარემოში, რომელიც თავისუფალი იქნება დეზინფორმაციის, ისტორიისა და ძალადობისგან. აღნიშნული საპირისპიროდ სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის დაფინანსება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების უარყოფას ნიშნავს. დროა საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათი ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ. იცით, ეხა მე დარწმუნ მე ვფიქრობ, რომ აი ეს წერილი, რომელიც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა მიწერა თავის ევროპულ კოლეგას, არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, იმიტომ რომ საქართველოს მიმართ დასავლეთს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს ხელისუფლება მათ უნდა შეცვალონ თავიანთვის სასურველი ხელისუფლებით, ეს არის ნაცჯალათები. თქვენ გახსოვთ ალბათ, როგორი აღტკინება იყო ტრამპის მილოცვასთან დაკავშირებით, როდესაც მან ყაველაშვილს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს იყო ფორმალობა და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გაუგებრობაც ყველას მისწერეს და ჩვენც მოგწერეს, იმიტომ რომ ეს შაბლონია. რომ მართლაც ეს ყოფილიყო გულითადად მილოცვა და ეს ყოფილიყო რეალობა, მაშინ საიტზე ამერიკის საელჩოს Facebook გვერდზე, საიტზე როგორ შეიძლება არ დადებულიყო ეს მილოცვა. თუ ვინმეს გონია, რომ ეხლა მაგალითად ეს ამერიკის ელჩი დანიგანი თავისით მოქმედებს და რაღაცა ცალკე NGO-ა და არ ემორჩილება ამერიკის პრეზიდენტს და ადმინისტრაციას, ხო? და ეხლა რაზეც საუბრობდა ბატონი შალვა პაპუაშვილი, რომ ესე იგი აწყობენ ობსტრუქციებს, აწყობენ დივერსიებს ის ძალები და ის ახალგაზრდები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირიდან, ეს ხო ცხადზე ცხადია. იქ ჩამოთვლილი იყო უამრავი მაგალითი, ლაშხის მაგალითი, ჩამოთვლილი იყო უამრავი მაგალითი დეპუტატებთან დაკავშირებით. ახლა ბოლოს მაგალითად დავით მათიკაშვილს პარლამენტის დეპუტატს მიუვარდნენ და იქ მოუწყვეს ობსტრუქციები. ეს ხო ჩვენ ვხედავთ ამას ყოველდღიურად. და უკვე აღარ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრება. აი ჩვენ სათაურად გვაქვს გასაოცარი დემოკრატიის თავისებურებანი. თუ ესეთი გასაოცარი დემოკრატია უნდა იყოს, ესეთი დემოკრატია არ არის დემოკრატია, ეს არის პატარა ჯგუფის, ესე იგი გარკვეული ბატონობა უმრავლესობაზე. ეხლა ხელისუფლებაში ნაცები არ არიან, მაგრამ იგრძნობა, რომ ესე იგი იჩაგრება უმრავლესობა. ანუ ჩვენ თუ ადრე სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ადამიანებს აწამებდნენ, ხოცავდნენ, დღეს ადამიანი რესტორანში ვერ დაჯდება, მიუვარდეს შეიძლება. შეიძლება მიუვარდეს ვიღაცას ქუჩაში, შეიძლება მიუვარდეს სასწავლო დაწესებულებაში, შეიძლება მიუვარდეს ელემენტარულად ადამიანი იჯდეს სახში და იქ მიუვარდნენ. და ესე იგი ეს არის თავისუფლების ინსტიტუტის სტილი. ეს არის ამერიკაში დაწერილი ყველაფერი ეს სქემა, როგორ უნდა მოაწყო დივერსიები. და ჩვენ ამას უყურებთ მარტო Facebook-ზე პოსტავთ, აღშფოთებით, შეშფოთებით და იმის მაგივრად რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკოს ეს, მარტო განცხადებები შემოიფარგლება. აქ უნდა კაცრი რეაგირება, სისხლის სამართლის წესით დასჯა ამ ადამიანების. მე ვთქვი ადრეს და ძალიან კარგია რომ ხელისუფლებამ 5,000 ლარი ჯააჯარიმა ეს ადამიანები, არ კმარა ეს. იმიტომ რომ 5,000 ლარი ან ჯარიმას იხდის ევროკავშირი.
და სულ არ აინტერესებს ამათ ეს ბოდიში და იცინიან მე 50 ჯარიმა მაქვს მე 20 ჯარიმა ეჯიბრებიან ერთმანეთს ვის უფრო მეტი ჯარიმები აქვს და ცდილობენ რომ კიდევ უფრო მეტი ჯარიმა გამოიწერონ ეთყობა იქ მე ვინც უფრო მეტ ჯარიმას დააგროვებს ეთყობა პრიზს გადასცემენ და ჩვენ რა ვქნათ მაინტერესებს საზოგადოებამ ეხა იქ რო რეაგირება არის დეპუტატებზე უბრალო ადამიანებიც ხო განიცდიან გარკვეულ აი ზეწოლას პოლიციელები მოსამართლეები რამდენი ადამიანი განიცდის ამ ყველაფერს იქ არ არის იმ წერილში ნახსენები მაგალითად მოსამართლე რომელიც იხილავდა ნიკა მელიას საქმეს იქ არ არის მაგალითად იმ წერილში მოხსენიებული ის გამომძიებელი რომელიც მაგალითად პროცესზე მივიდა ჩვენ რას უყუროთ ამ ყველაფერს გაგებით მოვეკიდოთ ამ ყველაფერს და ვაპატიოთ ნაციონალური მოძრაობის დროს ვინმე გაბედავდა იმას რაც გაბედა ნიკამელია მაგალითად დაკავშირებით საუბრო არა აინტერესებს შუშის ფალები გიყურე თქვენ ხართ თანა მონაწილე ბოდიში მით უფრო ვერ შევიკავოთ თანა მონაწილე ხარ ჯაჭვის ერთი რგოლი ხარ უნიშნულო ნაკლებად უნიშნულოვანი თუ ფირიკი ეს არავინ არ იცის მაგრამ ფაქტია ხარ დანაშაულებრივი არა ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი რომელსაც კითხაც კი არ უჩნდება აი აქ როგორ აღმოჩნდი ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა მოკლედ მანქანებში ჩამონტაჟებული ოფიციალურად ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები არ გიჩნდება კითხვები მეტიც ხარ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე განუსაცდელი ვადით ეს ყველა ვიცით მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდება ჩინჩალაძე მურუსიძე რამდენად ორჩილი იქნებით ესა ისე მიიღეთ გადაწყვეტილებას ეს კაცი ესე იგი მოსამართლეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს აი ვაჟბატონმა ესროლა წყლის ბოთლი შეასხა და უნამუსო ეძახა ეხა მე მაინტერესებს ამერიკაში საფრანგეთში რო ესე ვინმე რამე აკადროს მოსამართლეს მე ვინ გამოვა რომელი საზოგადოების წარმომადგენელი და დაუჭერს ხარს აი ამ ვიგინდარას და ესეთი რამე გააკეთა ამან და ევროკავშირმა გადაუხადა გირაოს თანხა სოფლიოში ეგეთი პრეცედენტი არ მოხდარა და სუფეხებზე კიდიათ ეს წერილები გინდა 100 გაუგზავნე ევროკავშირს და გინდა 200 ისწავლა ამ კაცმა ჭკუა ერთხელ მოაწყო დივერსია ორჯერ მოაწყო სამჯერ მე რამდენჯერ შედის უკვე ამ ციხეზე და მე რამდენჯერ გამოდის კიდე იქ იმ ციხიდან და ჩვენ ხედავთ რომ ეს არის უკვე საშინელება რომელსაც აწყობენ ეს ალქაჯები სხვადასხვა ადგილებში აი მე ხა მინდა რომ შემოგთავაზოთ კრებული და მე ჩვენ ესე იგი ამათ გმირება თუ აქცევთ იმიტომ რომ ადმინისტრაციული წესი ჩევა მე ციხეზე ვიყავ ვითომ 5 დღე იყო 7 დღე და ციხეზე იყო რა და ადმინისტრაციული წესი მათთვის რა პრობლემა ფულს გადაეხდნენ გამოვლე და ჩვენ უნდა უყუროთ აი ამ ჯოჯოხეთს რომელსაც უყურებთ 13 წელია დღეს ვერ გაიგებ ნაციონალებია ხელისუფლებაში თუ ქართული ოცნება იმიტომ რომ ისევ იმ ადამიანების ესე იგი მიმართ ზეწოლა მიდის ჩაგვრა მიდის შეურაცხყოფა მიდის აპარტეიდია ნამდვილი პირველ არხზე მაინტერესებს აი ვასიკო მაღლაფერიძეს მინდა მივმართო შენ ვერ გავიგე შემთხვევით ხო არ გონია რომ სააკაშვილია კვლავ გუში გადავრთე ესე იგი რა ქვია შვილი მე ეს ისა რა ქვია ნაციონალების ლიდერი რა განსხვავება მაშინაც წართმეული ქონდა კონსერვატიულ საზოგადოებას ტრიბუნა და დღესაც წართმეული გაქვთ მაშინაც ბოდიში და ჩვენთვის მიუწვდომელი იყო გარკვეული მაღალი რაღაცა იერარქები ხელისუფლების და ეხლაც ჩვენთვის ეს მიუწვდომელია კვლავაც ესე იგი ჩაფურთხება სულში გრძელდება და ამას ჩვენ უნდა მოვეკიდოთ გაგებით აგერ ნახეთ რა საკეთებენ და ამას უნდა მოვეკიდოთ თურმე გაგები ჩვენ აი ეს რაც ხდება და აი ამაზე არავითარი რეაგირება თურმე მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარი აი ეს ხდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ეს ხდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში
ეს ხდება საქართველოს რა ხდება? ვერ გავიგე ბანერის გადმოფენაზე როდის მერე გაქვს პრობლემა? ჩამოიყვანს სოლიდარობა! გაციეთ რომ ხვედი და ოჯახის წევრები ვერ შედიან პროცესზე. გიცით? უყაცრავად ერთი წუთი. ხო, რა უფლებით მეჯიკავებით აქ ერთი წუთი კითხვის დასმის უფლება არ მაქვს თუ რა ხდება? ქალბატონო სალომე, არავინ არ გაწვევათ. ეს დელეგაცია რისთვის გჭირდებათ? ანუ ჟურნალისტებისგან რო დაგიცვან? Pastores cuitgas gole! Nadi ekita? რა, მინდა რა წაიკითხო. Nadi ras მიდგებია? მინდა რა წაიკითხო. აკითხული მაქვს. კი. სულ ახალია სხვათა შორის. თქვენმა თანამშრომელმა ახლა გოგოს მოკაჭა თმა. ამი. რა არის, დაგინახავთ ვიდეოები? თქვენ ძაღლებოთ ქვესით. სად არის და აქვა? მოდი ერთი აქ, მოდი. ტროტუარზე დგა. არ გადავა. სასამართლოში ვიყავი და იმის ნაცვლად რომ სიტყვიერად ეთქვა გავსულიყავი, ადგილზე ვიყავი და ვიღებდი, არა ვარ პრესის წარმომადგენელი, დამსწრეპიდი ვიყავი სასამართლოზე, რომელიც უნდა შევსულიყავი. კერძზე დამაჭირა სპეციალურად ხელი, რომ მეგრძნოთ კივილი და გამოვეყვანე. არ ვაპატიებ, ეს არის სექსუალური მანიაკი. აი ახლა ჩაენძრია მანქანაში და გააჯვი აქიდან. დროზე. ჩავაი. ჩახვიე. მიდი. აქიდან დროზე. შენი დედა მოვტყა. ბიჭო! ნა ბიჭო ვარო შენ. მიდი ახლა დროზე გააჯვი. დავაი. დავაი. მიდი. საჩივარს. ტელეფონზე საჩივარი და ყლეო შენ.
ეს ხო რას გეუბნებათ რეჟიმი გვიპასუხეთ რას ფიქრობთ ის გათავისუფლებით ყველას დედა გვეწირება და ვისაც როგორც უნდათ ისე გაჟიმავე შენ არა ვის არ ჭირდები შესაძლოა შენ არ ვის არ ჭირდები მაგრამ ეხა მე ერთი რამე მინდა გითხრათ ვიღაცამ შეიძლება ეხა იცინა იხარხარა ეს არ არის მეგობრებო სასაცილო ეხა წარმოგიდგენიათ თქვენ თავი ეხა იმ ადამიანის ადგილას სახში რომ მიუვარდნენ და რო ყვიროდნენ და იქ ბავშვები ცხოვრობს წარმოიდგინეთ ეხა თქვენ იმ ლაშხის ადგილას დეპუტატის ადგილას რომელსაც შვილები ყავდა კაფეში და იქ მიუვარდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს წარმოიდგინეთ თქვენ თავი იმ გამომძიებლის ადგილას რომელსაც აი ესე უყვიროდნენ წარმოიდგინეთ თქვენ თავი იმ ადამიანის ადგილას რომელიც მანქანაში ჯდებოდა და უყვიროდა ეს ქალბატონები რომ ესე იგი რაღაცა უშვერი სიტყვებით დასავლეთმა და სააკაშვილმა შექმნა ახალი ტიპის ქალები ეს არის მიშას ბუჩქების ქალები მიშას ბუჩქების თაობა გახსოვთ ალბათ აგერ არისო ბუჩქები და ისე ქსავეთო ამათ სექსის გარყვნილების ნარკოტიკების გარდა არაფერი არ აინტერესებთ მაგრამ ეხა ჩვენ რამდენი ხანი ვილაპარაკოთ ამაზე და რამდენი ხანი ვიშალოთ ნერვები რამდენი ხანი უნდა ვიტანოთ ეს შეურაცხყოფები ამადგან გეკითხები 13 წელია ვითმეთ ამ ყველაფერს 13 წელი ამ შეურაცხყოფას ვიტანთ როდემდე ვიტანოთ ვერ გავიგე ადმინისტრაციული წესით გავა და გამოვა და ბევრი რო იცოდეთ აი ამ პროვოკაციებს წამოეგო და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა უკვე მოდათ იქცა რომ თუ გინდა კაცი გააფუჭო უნდა მიხვიდე ტელეფონით უყვირო უწივლო და ის თუ მერე რაღაცა ბოდიში და თავდაცვის მიზნით რაღაც ქმედებას განაკორციელებს მერე უნდა ეს ადამიანი გაფუჭდეს მე მაგალითად აი ახლა არ მინდა იმ ადამიანის გვარი და სახელი დავასახელო ვიცავ ერთ ადამიანს 68 წლის ადამიანს აი ეს ნანუკას ქალბატონი ერთი მიუვარდა შეურაცხყოფა მიაყენა და ამ ბატონმა დაცვის მიზნით ტელეფონის წართმევა სცადა და პასუხისგებაში მისცა პროკურატურამ ეს მითქვენ ხალხო პროკურატურა მისცა პასუხისგებაში ეს ბატონი იმის გამო რომ აი ამ ნანუკას ვიღაცა ქალმა მიუვარდა ესე იგი რა გამოდის უნდა ავიტანოთ ეს ლანძღვა გინება თათხოთ შევირგოთ დედის რძესავით გესვით თქვენა და ჩვენ უნდა ვუყუროთ აი ამ გასაოცარი დემოკრატიის შედეგებს როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს მაინტერესებს მე ხა ძალიან სიმართლე რო გითხრათ ოპტიმისტურად უყურებ ბოლო პერიოდში რაღაც გარკვეული გადაადგილებები მოხდა პროკურატურაში ახალი პროკურორი დაინიშნა ინიშნება მოადგილეები შეიცვალა და მინდა მიუმართო საქართველოს პროკურატურას. აი ხა თქვენ მე მგონი მონაწილეობდით და მთელმა საქართველოს აღნიშნა სხვათა შორის ერთ-ერთი მოსამართლე იყო რომელმაც პროცესზე თქვა მე ოჯახის დღე აღნიშნეო. ოჯახის სიწმინდის დღე იქ მარტო ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაზე იყო საუბარი. რა ოჯახის სიწმინდის აღნიშვნაზე არის საუბარი ხალხო? როდესაც მამაკაცებს კლავაც კონვეიერული სისტემით აპატიმრებენ იმის გამო, რომ აი ეს ბოდიში და მიშას ბუჩქების ქალები უვარდებიან და პროვოკაციებს უწყობენ. და კლავაც კონვეიერული სისტემით პროკურატურა მიდის და აფუჭებს ხალხს. აფუჭებს. და მე ამას ჩემი თვალით უყურებ ამ ყველაფერს. და არავინ არ იღებს ხმას. მე ვარ ძალიან აღშფოთებული. მე ვარ აღშფოთებული, იმიტომ რომ 80% ადრე სააკაშვილი აი ესე იგი ჩვენი გენოფონდი ჩაყარა ციხეში, ნარკოტიკებს უდებდნენ, დღეს ხდება ქალების ჩადება. გეუნებით მტკიცებულებები მაქვს იმისი, რომ ადამიანმა, ესე იგი, არც უძალადია, ექსპერტიზის დასკვნა მაქვს. არც რაიმე დაზიანება მიუყენებია, მაგრამ პასუხისგებაშია კაცი მიცემული. ხა მე კი მაქვს სამართლიანობის იმედი, მაგრამ რატო უნდა მისცე შენ რო პროკურატურა ხარ ესეთი ადამიანი პასუხისგებაში? თქვენ რო გივარდებოდნენ და იმ იმაში პროკურატურის დღეს კვერცხებს გესროდნენ და თავს ლაფი დაგასხეთ, მაინტერესებს. კარგი იყო, უნდა მოგეთმინათ ეს ყველაფერი თქვენ და ხმარ უნდა გაგეღოთ. როდემდე შეიძლება ხალხო ამ ყველაფრის მოთმენა მე არ ვიცი უკვე გაოგნებული ვარ მე არ ვიცი აი რაც ხდება დღეს ქვეყანაში ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი არნახულად ესე იგი შემაძრწუნებელი ფაქტი იმიტომ რომ რასაც ჩვენ უყურებთ აი ამას დასასრული არ უჩანს აი ხო შეიძლება თქვა კაცმა რომ აი დღეს დასრულდება ხვალ დასრულდება რაღაცა როდისმე დასასრული გამოუჩნდება არა ეს გრძელდება მუდმივად
და მე მინდა რომ იცით რა არის ამ ხელისუფლებას მიმართო ადგება მოწყინდება ამ პოლიციას დაყრის ამ ფარებს დაყრის ამ იმებს აღარ მოიკლავს თქვენთვის თავს იმიტომ რომ დაუფასებელია მაინც რამდენი ხანია 13 წელია პოლიციამ შეურაცხყოფა უნდა იტანო 13 წელია მოსამართლემა შეურაცხყოფა უნდა იტანო იქ რომ იმაში პროკურატურის სისტემაში ბაია პატარაია რო ყავდათ იმაში სტრატეგიის გამსაზღვრად და იმედი მაქვს რომ ახალი პროკურორი ბაია პატარაიას და ფემინისტკების თემას დახურავს ერთხელ და სამუდამოდ და სასამართლოც ესეთი დაჩმორებული არ იქნება როგორ შეიძლება მოსამართლეს წყალი ესროლო კაცო ბოთლი და მონა ეძახო ხშირად მეც უკმაყოფილო დარჩენივალ მოსამართლის გადაწყვეტილებით მაგრამ ესე მოსამართლებს რაც უქნეს ლაყე კვერცხები ესროლეს ბოდიში და აგინეს აფურთხეს რეები გაუკეთეს და თქვენ მე ამ მოსამართლების იმედი გექნებათ რატო აკეთებთ ამას ვერ გავიგე დაიჭირეთ სისხლისა რა არის ადმინისტრაციული წესი დამათი დასჯა ეს არის გაუგონარი რამ და ამას უყურებ ჩვენ და ზოგი ხარხარობს ამ იდიოტებზე ეს სასაცილო არის გეკითხებით თქვენ რო აღმოჩნდეთ ამ მე მივმართავ მე ამ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს გელაძეს თქვენ და ღამე ამ სასამართლოში ობსტრუქციები ხდება ეზოში მიიყვანეთ და დააყენეთ ეს პოლიციელები იქ ბოლო რა ეს სასამართლოს მანდატურები ვერ გავიგე კრივის და რინგის ისინი არიან სპარინგ პარტნიორები თუ რა ხდება ვერ გავიგე ამათმა დარბაზში უნდა დაიცვან წესრიგი თუ ამ ნაძირლებს უნდა გაუკლავდეს მე მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს მიიღეთ ზომები რათა ადამიანებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ეხა ერთ-ერთი ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენეს შეშჩივლა იქ იმას რა ქვია და განცხადება დაწერეო და ისაო და რა თუნა განცხადება რო ხედავ სამართალდამღებას აქვს ადგილი ადექი და მიეცი პასუხისგებაში დაიჭირე ეხა ვერ გავიგე დაწერა უნდა განცხადების როცა ამის თვითხილველი ხარ როცა კადრები არსებობს ამ დანაშაულებისა არ არის მეგობრებო ეს სასაცილოთება სააკაშვილის დროს ამის 1% რო გაეკეთებინა ვინმე ეხა დღეს გაციმირებული იქნებოდა და მე ამ დეპუტატებს მინდა მივმართო კაცო ქსიამოვნებთ ასე რომ გივარ საჭმელი ვერ გიჭამიათ რესტორანში ვერ შესულხართ ქუჩაში ვერ გასულხართ დედას გაგინებენ მიიღეთ კანონები გაამკაცრეთ ზომები კაცო თქვენ ვერ გავიგე მაზოხისტები ხართ ვიჩამოვა ეხა ვიყავი იმაში უამრავ ადამიანს აქვს ჩამოსვლის სურვილი პოსტსაბჭოთა სივრციდან ვიყავი საერთაშორისო ყველა ამას რო უყურებს რომ ერთი ვისა ყაზახი მეგობარი მითხრა ესე იგიო ჩამოვიდაო ჩემი შვილიო კაცო და მიუვარდნენ რუსულად ამათ ეგონათ რუსები იყვნენ ის ყაზახები ჯერ იმ რუს ასერჩი კაცო ტურისტი მოდის აქა მიუვარდებიან პუტინ ლო ისა ესა და აღარ დაადგა საშველი ამ ყველაფრის დამთავრებას არა აქვს ამას დასასრული ბიჭო მოგვენატე უკვე ბოლოს იცი რა სიტყვის ეს ხალხი ერთი და იგივე ნაგავია და სიმშვიდე გვინდა და თქვენი მართლაო და აღარ მოიკლავს თქვენთვის თავს რა ადამიანი შეიძლება ქუჩაში ვერ გასულა საჭმელი ვერ უჭამია რესტორანში ვერ დამჯდარა ყველგან ესე იგი არის ზონდერ ჯგუფები ფულს უხდიან მანქანებით გადაადგილდებიან მიუვარდებიან ხან ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებ ეხლა იმ ბავშვებს ლაშხის შვილებს შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეთ იცით თქვენ იმ ხელა სტრესი მიაყენეს მათ შეიძლება ეხა ის თეა წულუკიანის შვილს რომელსაც მიუვარდნენ იქა და იმას შეურაცხყოფას აყინებდა შეიძლება იმან როგორი ტრავმა მიიღოს რომელიც გაყვეს ამას ეს წულუკიანის კომისია რომელიც იხილავს რა აზრი აქვს ვერ გავიგე ისევ ნაცები ბოგინებენ გარეთ კაცო ეს არის შეურაცხყოფა თვითონ იმ ხალხისაც კაცო ხელისუფლებაში ხარ თქვენ თუ სათხართ მაინტერესებს თქვენ უნდა ხელისუფლება იმისია თითეული ადამიანის უსაფრთხოება და დღეს არის თითეული ადამიანის უსაფრთხოება დაცული არავის უსაფრთხოება არ არის დაცული დღეს დავიღალეთ უკვე აღარ შეიძლება ამ ყველაფრის ისა რა მოტმედა რა ბოლო თუ თავი არა გაქვს და თუ ერთი ადგილის თავი არა გაქვს მაშინ წადი და ჩვენ მოგვიშვით ვისაც შეგვიძლია ამის გაკეთება კაცო რა უბედურება ესა რამდენი ხანი უნდა ვიტმინოთ აი ამათ შეურაცხყოფებს მაინტერესებს რუსო და დარბიან ეს მიშას ბოზები და მე გამოხვალ იტყვი და ხელისუფლების ტერი ხარ კაცო მე გამოხვალ იტყვი და აი ამას პროტესტს გამოთქვამ და გაგებით უნდა მოვეკიდოთ თურმე ამ ყველაფერს თქვენ მაზოხისტები ხართ ბიძიკო ზოგს მუშში ხდება ზოგს გაგინებენ და მე არ სიამოვნებს ამის ყურება არ სიამოვნებს და არავის არ სიამოვნებს რომელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში ამის შემდგომ გეკითხებით
მე გამიგზელდა ეს ჩემი შესავალი, იმიტომ რომ ძალიან აღშფოთებული ვარ რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, არის ჯოჯოხეთი. საქართველოს აქცია ჯოჯოხეთად. და ჩვენ ხმა მოგეცით თქვენ ქართულ ოცნება იმისთვის რომ სიმშვიდე მოგეცათ ჩვენთვის და თქვენ ჯოჯოხეთად გვიქციეთ ცხოვრება დღეს საქართველოში. თქვენ გვიქციეთ ჯოჯოხეთად ქვეყანაში ცხოვრება. იმიტომ რომ ხართ იმ უნაროები. მე ვერ გავიგეთ დაამყარეთ წესრიგი ამ ქვეყანაში რა. იმათ კი ნუიჭერთ იმ 68 წლის ადამიანებს, რომლებსაც მიუვარდებიან. ესე იგი, ამათ არ იმაშვებიან, პასუხისგებაში არ აძლევენ სისხლის სამარ. 68 წლის კაცი, ბიზნესმენი კაცი მისცეს პასუხისგებაში, იმიტომ რომ ამ ბოზანდარა ნანუკას ვიღაცა მიუვარდა და ესე იგი პროვოკაცია მოუწყო. და პროკურორი მოდის და ცდილობს როგორმე ესე იგი შეტენოს ეს ის რა ქვია რა. წესით ის პროკურორი ციხეში უნდა იჯდეს და ის ვიც ამ საქმეს შეთითხნა. აი ესეთი ხალხი დღის ციხეში და სამაგიეროდ ესენი ნებიურობენ. 80 ქართველი კაცის დაჩაგვრა გინდა თქვენ? ქართველი კაცების გაწყვეტა გინდა თქვენ? და აი პაკისტანელები უნდა იყვნენ, პაკისტანელი მამრები და ინდუსები უნდა იყვნენ და ქართველი კაცი ციხეში უნდა იყოს. თქვენ პინდარასტებო თქვენა. მიშას ბოზები მაიწყავდა და თქვენ პინდარასტები ყავთ ხელისუფლებაში. ეხა იმედი მაქვს, რომ აი ეს ძირეული ცვლილებები რო ხდება, რაღაცა გარკვეული ცვლილება მოხდება ყველა სისტემაში. მე იმედის თვალით უყურებ ახალ პროკურორს, ახალ მოადგილეს და ეხა არ ვხდი ჭყალებს. ეხა როიალური ოპოზიცია რო არ არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი ამ ყველაფერს გადაყლაპავს. ყველას ოჯახები ყავს, ყველას შვილები ყავს და არავის არ უნდა აი ამ ნაძირლების და ბოზების ყურება. და ბოლო-ბოლო გახსენით ეს ეთერები კიდე რა უბედურება ამ გირჩელებით და იმეებით რომ ავსეთ ამ ნაციონალებით რა. ესეთ ამისთვის გაძლევთ თქვენ ხმას რომ პირველ არხზე აი პინდარასტებს უყუროთ ჩვენ. და 4-5 კაცი რომელიც არის იმედზე ჩუსტებით მისული გადაივლებს ხალხს და დღენ და ღამე ყრიანიქა. არ ვიცი ეს უკვე აუტანელია ეს ყველაფერი რა. დღეს ჩვენ ამ თემაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სტუმრებიც გვეყოლება რა თქმა უნდა გადაცემაში. მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შადბერაშვილი და ისტორიკოსი პუბლიცისტი ბატონი დიტო ჩუბინიცი. მოდი ბატონო სოსო, აი ბატონო სოსო, მოდი თქვენი დავიწყოთ, აი რა სიტყოდით აი ამაზე რაც ხდება. აი ხა წერილი წაიკითხეს. მაგრამ არაფერი არ იცვლება ხედავ ჩვენ. იკითხე და იყავი რა მნიშვნელობაა ისინი ფულს მაინც ურიცხავენ. აი როგორ უყურებთ ამ პროცესებს? ხა თქვენ სხვა ადევნებ და თქვენც ხართ ამ ყველაფრის მომსწრე რაც ხდება. რა თქმა უნდა. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოს. მივესალმები ბატონ დიტოს. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. მშვიდობიან საღამოს და ღამეს გისურვებთ. ნამდვილად სასურველია მშვიდობა, იმიტომ რომ არა მარტო გლობალურ მშვიდობაზეა ლაპარაკი, არამედ ქვეყნის შიგნით მშვიდობა არის სასურველი, იმიტომ რომ აი რაც ახლა ბატონმა ნიკოლოზმა აჩვენა კადრები და მისი ემოციური გამოსვლაც ზუსტად ამისკენ იყო მიმართული, რომ აი ეს უმსგავსოება უნდა შეწყდეს ქვეყანაში. თავაშვებულები არიან. აი რასაც უნდათ იმას აკეთებენ. რაც მოადგებათ პირზე, იმას ლაპარაკობენ და არ არის გამკითხველი ამისი არავინ. ეხლა როდესაც პოლიციას მიაყენებენ ასეთ შეურაცხყოფას, რომელსაც ფორმა აცვია, მუნდირი აცვია და მუნდირზე აქვს საქართველოს ღერბი და საქართველოს დროშა. ანუ სახელმწიფოს წარმოადგენს პოლიციელი. როდესაც პოლიციელს აყენებენ შეურაცხყოფას, აფურთხებენ, უწმაწური სიტყვებით მიმართავენ, როდესაც მოსამართლეს წყალს ასხავენ და ბოთლს ესვრიან. როდესაც დეპუტატებს აესეთ დონეზე ექცევიან, იგივე მარიამ ლაშზე მინდა ვთქვა და ის ვინც მიუვარდნენ გმირებად ყავთ გამოყვანილი. რა გასაკვირია, თუმცა რა გვახსოვს ჩვენ
ის თვალებ მოხატული ლაზარე რო იყო, რომელმაც მამა დაჭრა პურის დანით საჯდომში. აი ის ლაზარე გმირად გაიხადეს. აი ეს ადამიანები გახადეს გმირად ვიღაც მზია ამაღლობელი, რომლის გვარი და სახელი არავინ არ იცოდა, სანამ ციხეში არ მოხვდა და სანამ არ დააპატიმრეს. მას მერე გახდა, მას მერე ჩადიან ელჩები ბათუმში სპეციალურად, რომ სასამართლოს ხდომას დაესწრონ და ელჩი განსაზღვრავს, რამდენი თვე თუ რამდენი წელი უნდა მიუსაჯოს მოსამართლემ ამა თუ იმ დამნაშავეს, ამა თუ იმ კრიმინალს. როდესაც სამშობლოს მოღალატე სააკაშვილი, თუ ჩემი არ გჯერათ კომისიას მაინც მოусმინეთ რეებს ლაპარაკობენ. სამშობლოს მოღალატე სააკაშვილი ციხეში ვერ ჩაუსვია ხელისუფლებას და ოროთახიან კარცელ ლუქსში ნებივრობს. ამის შემდეგ რა თქმა უნდა თავაშებულები იქნებიან. და ეს თავაშებულობა კიდე იცით რა არის? ადამიანის არსებობის, სრულწლოვანი ადამიანის არსებობის საშუალება რა არის? შრომა. მან უნდა იშრომოს, რომ თავის შეინახოს, ოჯახი შეინახოს. აი ნახეთ, მონახეს მუქთა ფულის შოვნის საშუალება. ილანძღე, იფურთხე, უწმაწური სიტყვები იძახე, ტელევიზიაც გადაგიღებს და ფულსაც აიღებ. აი ესენი ფულს იღებენ. არავის არ ეგონოს ზვირფასო ტელემაყურებლები, რომ ესენი საქართველოსთვის გულანთებულები, როგორც ხშირად უწოდებდნენ, არიან და იმიტომ გამოდიან და იმიტომ ილანძღებიან, იმიტომ იფურთხებიან. ფულს იღებენ ამაში. ევროკავშირისგან დაფინანსებული თუ ჩემი არ გჯერეთ, აგერ წეღან მოისმინეთ შალვა პაპუაშვილის წერილი, რომ ესენი არიან ევროკავშირისგან დაფინანსებულები. ხან ერთი ელჩი გამოდის, ხან მეორე ელჩი, ხან ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი გამოდის, ხან მეორე ქვეყნის ხელმძღვანელი და თურმე საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა და ის სასტიკი რეჟიმი, რომელიც არ ვიცი, ალბათ ფაშისტურს უთანაბრდება, ჰიტლერთან შედარება ცოტა უხერხულიც კია, სააკაშვილის იმდენად დაბალი დონეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლოკალურად რა ბოროტების გაკეთება შეეძლო, ყველანაირი ბოროტება ჩაიდინა სააკაშვილმა და მას ეწოდებოდა დემოკრატიის შუქურა. აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონი და 1000 სისულელეს უწოდებდნენ და სწორედ ამიტომ დღეს გამოქვეყნდა რეიტინგი 9% თურმე დაკლებულია ნდობა ევროკავშირისადმი და მე მეტიც ვიცი, სხვა გამოკვლევებით 17%-ით არის დაკლებული და მე საერთოდ ხანდახან ვამბობდი ხოლმე, რომ ჩვენ ნატოზე უარი უნდა ვთქვათ, რადგანაც ნატოს ძახილმა გაგვანადგურა და ტერიტორიების 1/3 დაგვაკარგინა, მაგრამ ევროკავშირის შესვლაზე მე თანახმა ვიყავი. ეხლა ისე წავიდა საქმე, ვინმეს რო უხსენო პირად საუბარში ევროკავშირი მლანძღავენ. და ალბათ მართლებიც არიან, იმიტომ რომ არანაირი წმენა ევროკავშირის და ევროსტრუქტურების არ არის. რას ჩადიან, ნახეთ რას გვეუბნებიან. ის რაც შეიძლება თქვენთან არ შეიძლება თურმე. ამერიკული ფარას კანონიც კი საქართველოში რუსულია. ამერიკაში ამერიკულია. და ეს თურმე დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში და ამერიკაში, რომელიც 1932 წელს მიიღეს, ეს ყოფილა დემოკრატიის წინსვლა. აი ესეთი ორმაგი და სამაგი სტანდარტი რო დაინახა ქართველმა ხალხმა, ხელი აიღო ევროპაზე და ეს არის ძალიან ცუდი, მე არ გეგონოთ რომ მომწონდეს და ეს კარგია. მაგრამ ფაქტია, ფაქტად რჩება. ჩვენ ხშირად გვესმის ხელისუფლებიდან, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ მეორე ფრონტი არ გავხსენით და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. მე გეტყვით, რომ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა არ აქვს. მშვიდობა არ არის ის, რომ ადამიანს ქუჩაში შეურაცხყოფას ვიღაცა მიაყენებს და ამის გამო არ დაიჯება ადამიანი. მშვიდობა არ არის ის, რომ შენ იმის უნდა გეშინოდეს რესტორანში ვინმე არ ჩაგიფურთხოს. მშვიდობა არ არის ის, რომ პატარა შენ ბავშვებთან ერთად ვიღაცა მოვა შეურაცხყოფას მოგაყენებს და ადმინისტრაციულ წესი დააჯარიმებენ და მეტი ამით შემოიფარგლება ეს ყველაფერი. მშვიდობა არ არის ის, რომ რუსთაველი ეხლაც გადაკეტილია აი ამ 20 ნაბიჭვარის გამო და მე უნდა ავდგე და ვიარო მთელი ქალაქს კრუგი უნდა ურტყა დაღლილმა დაკაცულმა. მშვიდობა არ არის ის, რომ ესე იგი უმცირესობის ბატონობა მიდის უმრავლესობაზე. მშვიდობა არ არის ის, რომ ყველა ტელევიზიაში ნაცების ხედან
და სხვაგან არავინ არ არის. მშვიდობა არ არის ის, რომ ვინც იბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, კვლავაც ჩარეცხილია, კვლავაც გადაგდებულია, კვლავაც სულში ჩაფურთხებულია და მხოლოდ ნაცები არიან ყველგან. არ არის ეს მშვიდობა. ესეთი მშვიდობა გაიკეთეთ უკან. არ არის ეს მშვიდობა. რა მნიშვნელობა აქვს გულით გაუსკდება ადამიანს იქ ვიღაცა რო თავის შვილს შეურაცხყოფას მიაყენებს თუ იმითი მოკვდება რა ქვია სხვა რამის გამო სიკვდილია არ ვიცი აი ბატონო დიტო თქვენ როგორ შეაფასებთ ამას არ ვიცი აი მე ძალიან აღშფოთებული ვარ იმიტომ რომ დავიღალე უკვე 13 წელი გავიდა კაცო 13 წელი ვიღაცას პატარა ხო არ გონია რა ამ 13 წელია კუბოში ჩადებული ნაცები ამოვიღეთ და კვლავაც ესე გავაცოცხლეთ რა. ესე იგი, მივესალმები რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს ბატონ სოსო დიდი პატივისცემით ბატონ ნიკოლოზ. ჩემი შენ გითხარიო გული მოგიკალიო ნათქვამია შესანიშნავი ქართული ანდაზა და ფაქტობრივად კოჟრები ვერ მოვიშორეთ დღემდე ხელის თითებზე. სწორედ ამას ვწერებ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს ძვირფას კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად რომ ეს არის ილია ჭავჭავაძის არ იყოს ცარიელი მშვიდობა. ეს კანონმდებლობა არის გასამკაცრებელი. ჯერ მინდა რომ ქალბატონ მარიამ ლაშს გამოუცხადო ჩემი სოლიდარობა და პატივისცემა. ქალბატონი ეკა ბუხრაშვილი პროფესორი შესანიშნავი ქალბატონი მისი დედამთილი არის ჩემი კოლეგა და ჩემი თანამშრომელი ძალიან პატივსაცემი და ძვირფასი ადამიანი და მინდა მას ჩემი დიდი პატივისცემა დაუდასტურო. იმდენად რაფინირებული ოჯახია, იმდენად კარგი ოჯახია ქალბატონ ეკას როცა ვკითხე ამის შესახებ ჩვენო ძალიან განვიცდითო რომ ისინი დაპატიმრებულები არიანო და არ გვინდაო ამის მოსულნელი ჩვენ არა ვართო ესენი არიან ძალიან მაღალი შეგნების მაღალი ინტელექტის და მაღალი მორალის ხალხი და ქრისტიანი ადამიანები არიან, ქართველები არიან და გასაგებია, რომ ასე უნდა იფიქრონ და ასე უნდა ილაპარაკონ, მაგრამ ეხლა მეც ვიტყვი ძვირფასო ტელემაყურებელო ჩემს სათქმელს, აგერ ბატონმა ნიკოლოზმა მოგახსენათ. მე პირდაპირ ვამბობ, ჩემს შვილებთან ერთად თუ მე ვინმე ასეთ რაღაცას მომიწყობს მე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და შეიძლება გავაგორო ძირს ვინც გინდა იყოს რა. პირდაპირ გეუბნებით ამას. და დარწმუნებული ვარ, ჩემნაირად ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის და მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობა 99.99%. სანამ ჩვენ ამათ ქუჩაში დაუწყებთ ხოცვას ცოფიანი მგლებივით, აი ეს ხალხი ალაგმეთ რა. თორე ესენი ამას გამოიწვევენ გეუბნებით. გასაგებია რომ ეს დესანტი რომელიც გადმოსხმული არის აი ამ ქვაზე დახატულ ეშმაკს როგავს ეს კაცი ეს პოლონელი ჰერჩინსკი და სხვათა შორის ქართველებს პოლონელებთან ურთიერთობა მანდა მაინც არ ეწყობა, არა ეწყოთ არც ერთ ეპოქაში და არც ერთ საუკუნეში. სანამ აქ უბედურება მოხდებოდეს, ეს კაცი გააძევეთ საქართველოსთან. და აი ეს ბიჭად გადაკეთებული გოგო თუ გოგო გადაკეთებული ბიჭი, ეს აფრიამაშვილია თუ რა ჯანდაბაც არის ეგ ეს მაიმუნს როგავს ეს არა ადამიანი. მისთანა სოდომისტები მოაშორეთ ქალაქს. ესენი უნდა იყვნენ იზოლირებულნი ხალხო. ესენი რას გვანან ხო ხედავთ არა? აგერ მთელი სიუჟეტი ნაკრები შემოგთავაზათ. აი დააკვირდით ამათ სახეებს, დააკვირდით ამათ ქცევას, დააკვირდით ამათ ლექსიკას, რა სახეები აქვთ, როგორ აცვიათ, როგორ მეტყველებენ, მამაკაცებს, პოლიციელებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, კაცებს როგორ ელაპარაკებიან. ესენი არ არიან ქართველები, ეს არის ერის ჭუჭკი და ნაგავი. რომელიც უნდა მოშორდეს, რომელიც უნდა ამოიშანთოს. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. მაპატიეთ ამ გამოთქმაზე არ მინდოდა მე აი ამ სიტყვების და არა ვარ ჩვეული, მე ასე ლაპარაკს, მაგრამ მე ამ
ამ სოციუმზე, ამ ნარჩენებზე მე სხვანაირად ნაგავი რო არა აყროლდეს დროზე უნდა გაიტანოთ. დააყროლდა უკვე სიტუაცია საქართველოში. აყროლდა უკვე სიტუაცია საქართველოში და არ შეიძლება ესეც. მე გეთანხმები თქვენ აბსოლუტურად ბატონო ნიკოლოს, რომ კანონმდებლობა არის გასამკაცრებელი. თორე აქ კაი ამბავი არ მოხდება. არ მოხდება და მოხდება ის რაც მოხდა 400 წლის წინათ საფრანგეთში, მართლობის ღამე რო ერქვა. 1572 წელს. რო დაიწყო ის უბედურება აგვისტოში ოქტომბრის ბოლომდე ვერ გააჩერეს. და საფრანგეთის საუკეთესო შვილები შეეწირა იმას. აი ხა მე გეტყვით ერთ რამეს. თქვენ ხო თქვით რომ და ასე მოხდება აქაც გეუბნები. აი თქვენ თქვით რომ მეო ჩემ შვილებთან ერთად რო გავიდეო, ვიღაცას შეიძლება გავაგორო. იცით რა არის? აგერ ერთი კაცი ხა არავინ არ გაუგორებია იმს დასრულ ადამიანს, თავისი ღირსება დაიცვა. საკუთარ სამსახურში მიუვარდა ეს ნანუკას ვიღაცა ბოდიში და ბოზანდარა ქალი. შეურაცხყოფა მიაყენა. თქვენ კარგად უწოდეთ, მიშას ბუჩქების ქალები. ხო და შეურაცხყოფა მიაყენა. გესმით თქვენ? და ეს კაცი მისცეს პასუხისგებაში, გესმით თქვენ? ვინ არის ეს კაცი? გითხარით კაცი. არ მინდა ეხა, იმიტომ რომ იქნება ამ კაცს არ სიამოვნებს, ეხა იმიტომ რომ ხო არის რაღაცა ღირსების თემაა და რაღაცა. მე ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო, ყველა მიცის რა საქმეზეა ლაპარაკი. ჩემზე დაუძინებელი მტერი თქვენ არ გეყოლებათ იმ საქმეზე რომ სამართლიანობა არ დადგინდეს. აი პირველი მტერი ვიქნები მე თქვენი რა. ხო არ მე არ მეხება ეს, სხვას ეხება, სხვა ადამიანი. მაგრამ ესე იგი უპატიოსნესი, უწესიერი, კრისტალურად სუფთა ადამიანს რომელსაც ასეთ შეურაცხყოფა ხო სხვასაც გო ჩემზე დიდი მტერი თქვენ არ გეყოლებათ რა. აი თელი ცხოვრებაში გავაკეთებ იმას რომ როგორ მე თქვენ მოცილდეთ აკაურობას რომ აი ეს კაცი ნაიფაქტარი კაცი კაცო. ესე იგი კაცი პროკურატურამ გაწირა სასიკვდილოდ რა. იმიტომ ვიცახი ამ პროკურატურაში გაწმინდეთ ამ პროკურატურა მიშას ბოზებისაგან. ამ მიშამ თავისი ბოზები მაინც ყავდა დასაქმებული და თქვენ იმ გახარიებმა და ვიღაცებმა პინდარასტები დაასაქმეს ხელისუფლებას. პინდარასტებით ის გედედეს უფროსის მოადგილე პინდარასტი არისო? უშიშროების ის ხელმძღვანელი მოადგილე თუ ვიღაცა პინდარასტი არისო? რეები აგიფეთქნათ სამინისტროები აგიფეთქნათ. და მერე იყო ის ვიღაცა ჩიტები მყავსო და რაღაცაო რო იძახდა გახსოვთ ალბათ. ხო, ნუ იმიტომ რომ პინდარასტები ყავდა დასაქმებული ყველა უწყებაში. ის ბინძური ქალია. ესე იგი უპატიოსნესი ადამიანებს იჭერენ კაცო ხალხო გაიგეთ თქვენ ა. ციხეები სავსეა უდანაშაულო ხალხი. აი ამ ბოზანდარა ფემინისტების გამო რა. და პროკურორი გამოდის და ესე იგი ცინიკურად იქცევა. კაცო მე ვერ გავიგე ხალხო რა ხდება. აი ხა წარმოგიდგენიათ რა პროკურატურა, რა პოლიციაზე აგერ გამომძიებელს როგორ ექცევიან ნახეთ. აგერ აი უყურეთ ერთი რა. მოდი. საომე არ თქვენია კითხვაზე. მოდი, შევეტადი. გაიწიები. აი ეს არის შენი ბედი მანქანაში ყოველთვის ხალი დაწია მანქანა შეიძლება ხება უკან მანქანა ხება თქვენ всё გადავსებული სამართალდა რა მოხდა არ შეიძლება რომ მონა დაუძახოს პოლიციას ხელი ძალადობრივად აკავებენ ახალ ჩაწერეს მანქანაში სალომე ედიშერაშვილს კომფორტის ზონა დაერქვა ესე იგი როცა გამომძიებელს პოლიციისას აი ვანო მერაბიშვილი მინდა გელაძეს უთხრა ესა რა ახალ მინისტრი რო არის შინაგან საქმეთა მინისტრი ეხა ვანო მერაბიშვილი რა ნაძირალა არაკაცი იყო და კაცი ჭამია იყო ყველამ ვიცის ეხა მე მაგაზე ნუ მალაპარაკებ და უამრავი გადაცემა მაქვს მაგრამ ქონდა რაღაც გარკვეული კარგი თვისებები ესე იგი პირადად ულოცავდა ყველა თანამშრომლის დაბადების დღეს და თითეული თანამშრომლის დაბადების დღეზე კეთდებოდა საჩუქარი
ერთხელ სააკაშვილის პერიოდში ხელისუფლებაში პროკურატურას უნდა მიეცა პასუხისგებაში ერთ-ერთი პოლიციელი რომ არ მიცემულიყო ის კაცი, ეხლა მე ამას კი არ ვიძახი, ეს კაი გააკეთაო, შეფასება მე ფაქტს ვიძახი. ჩავიდა იქ იმ რაიონში დააჯილდოვა ის პოლიციელი, რომ პასუხისგებაში არ მიეცათ. აი მე გეკითხებით ეხლა, აი ამ გამომძიებელს რომ მონას და რუსრო ეძახით. მე სხვა პოლიციის გამომძიებლები დაგიჭერენ თქვენ გვერდში დაგიდგებიან. ესე რომ ლაფში ამოსვრი პოლიციას, ესე რომ აგინებინებ, აფურთხებინებ პოლიცია, თქვენ ეს პოლიცია გვერდში დაგიდგებათ მე ხალხო? მე მახსოვს, როდის დაიწყო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, რომ პანჩურებს ურტყამდნენ 90-იანებში პოლიციას. ზვიად გამსახურდია ზროს აბუჩათ აგიგდეს. მე 2003-ში, როდესაც აი პოლიციელებს ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს. ხალხო, პოლიციაა დაუცველი და უბრალო ადამიანზე და ეს არის მშვიდობა? არა, პოლიციელი რო არის დაუცველი ქვეყანაში, ეს არის მშვიდობა? ასეთ მშვიდობაზე გველაპარაკებით თქვენ? ეს ვიღაცა ნაძილები ადმინისტრაციული წესით ეხლა რომ დაჯარიმდებიან, ეგ არის მშვიდობა? აი, მაპატიეთ, ეხლა თქვენ სიუჟეტი რო აჩვენეთ, წეგან ეს ხაზარაძის ტელევიზია რო არის ეს პირველი. ერთ-ერთი არ ვიცი, ეხლა ის ჟურნალისტი არის თუ ვიღაცა. გაიგონეთ თქვენი ვიცი ხმა იქ ბატონო სოსო. პოლიციელს მონარხო და ისე. პოლიციელს მონარო დაუძახოთ, არ შეიძლება. ხო, არ შეიძლება. აბა ერთი ჩადით საფრანგეთში და დაუძახეთ პოლიციელს მონა რა. ჩადით გერმანიაში და ამერიკაში ჩაბძანდით და დაუძახეთ აბა ერთი მონა. ამაში ჟურნალისტმა დაუძახოთ მონა რა. ახლა ესენი ვინ არიან და ესენი ვინ ბძანდებიან, ახლა ის რომ დაუძახოთ, ჩვენ აქ მაშინ ეთერი უნდა დავხუროთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სკაბრეზული ფრაზების გამო ჩვენ ხო ვიცით? მე ხო ვიცი თქვენ ვინც ახართ. ინგა გრიგოლიადან დაწყებული ხო ვიცი ვინც ახართ. გიორგი თარგამაძით დამთავრებული. და როგორ შეიძინეთ სახლები და მანქანები და აგარაკები. თქვენი სხეულით ივაჭრეთ პირადად ყველამ. და თქვენი სინდის ნამუსი გააგდეთ აი ქუჩაში, ცირკთან დადეთ და ივაჭრეთ თქვენი სხეულით. ეგ ხო იცით, ეგ ძალიან კარგად და მთელმა საქართველომ იცის. თქვენ ხართ სხეულით მოვაჭრე მეძავები. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ეგ იცის ყველამ. ბადრი პატარკაციშვილს რო აყიდინეთ 5 ოთახიანი ბინები. მერე ბადრი რომ მოკალით, თქვენ გარეწრებო თქვენა. იმიტომ რომ გივი თარგამაძეს ფულები ჩაერიცხა თქვენთვის. და კრედიტები დაეფარა. და ვილები შეეძინა. თქვენ რა გონიათ, ეგ არ ვიცით ჩვენ? რა საიდუმლო სერობებს აწყობდით საქართველოს პარლამენტის შენობაში? იმედის თანამშრომლებს როგორ იბირებდა ღამე გივი თარგამაძე და რას პირდებოდა და მე რო გამოდიოდით ერთმანეთის მიყოლებით და სახურავზე რო ადიოდით იქა მედია ქალაქში, იმედის ქალაქში და გამოდიოდით და გმობდით ბადრი პატარკაციშვილს. ცხოვრებაში არ მინახავს ის კაცი. 10 მეტრის სიშორიდანაც სიახლოვიდანაც კი არ ამყავს ნანახი, მაგრამ თქვენ ადამიანი მოკალით. არა, უკვე საქართველოში კაცმა ცოლი რომ მოიყვანოს უკვე ძალიან სახიფათოა. თქვენ გარეწრება, ეგ არის ადევნება. ერთი წამით იმდენად გარყვნეს ახალგაზრდობა, უკვე კაცმა იმიტომ არ იქნება ოჯახები და სტატისტიკით კიდე 2024 წლის სტატისტიკით 10 ქორწინებიდან 6 გთავრდება განქორწინებით. აი ახლა ეს ქალები რო შემოვა სახში, ამათ როგორ შეიძლება ესენი ოჯახში გააჩერონ? ბატონო შაქარაშვილი ხართ? თქვენ ხართ მონა. ეკლესიასთან უმარტივ. რადია, ერთი წუთი ნუ გარბიხა, ნუ გესწინია, შეხალეო. მე სიქوارა და დე. შენ კაცია შეხავი. შენ ჩომარი. კაცია რა ის კაცი. ნუ გავდა ჩამასკადა. შენ ბავშვინა. თავში გაყოლება, ვისაც გაუნდა ხარაში. კოცების დედის ხრა, ცხოვრებო, ლაბოზებო, თქვენი დედის წრის დროა. ახლა მიწაში ტრიალებენ ჩვენი დიდი წინაპრები. ქართველი ქალი პატიოსნების სიწმინდის გასახიერება, რომელიც უცხოტომელზე გათხოვების რომ არ გათხოვილიყო, კლდიდან ვარდებოდნენ რომ რჯული რო არ შეეცვალათ. ქართველი ქალი, რომელიც სამშობლოს უზდიდა შვილებს, ამათმა რა შვილები უნდა გაზარდო, გეკითხებით თქვენ. ამ ბუჩქების თაობა და ესეთი არის გეუნები თქვენ დიდი უმრავლესობა. თქვენ რა გონიათ ეს პატარა ნაწილი ხო არ არის?
სასამართლოსთან შეკრებილი არიან გოგონები, შეგეშინდება, გეუნებით, აი შეგეშინდება რა. შეგეშინდება და იმის მაგივრად რომ ქირურგიული ჩარევა მოხდეს, ხელისუფლებამ კაცრად ირიარგიროს, მე უყურებ აქ ჯაჯადიძის შოუში გამოდიან ეს ვიღაცა ისინი რა ქვია დათოია მეტრაკე ქუთაისიდან, ბოდიში და იქიდან ჭიათურიდან კიდე ვიღაცა სულელი და ესე იგი საზოგადოებას ეუნებიან იმას რომ აი ესენი არიან ერის სახეო. 9-ჯერ გათხოვილი მე ვერ გავიგე 9-ჯერ პოლიტიკურად 9 პარტიას რო გამეიტყვი პოლიტიკური ბოზობა და 9-ჯერ გათხოვილი ქანით ეს არის 9-ჯერ ბოზი. შეიძლება ერთხელ არ გაგიბართოს 2-ჯერ 3-ჯერ 9-ჯერ და ყველა შოუში და ყველა იმაში თქვენ უყურებთ რომელიმე გადაცემაში აი ბატონოსო ან გამოჩენილი ინჟინერი, მექანიკოსი, მათემატიკოსი, პროფესორი, ფიზიკოსი გინახია თქვენ? არა, ვინ გააჭაჭანებს მაგისთან ახავს? არა, არ მინახავს, არა, ვინ გააჭაჭანებს მაგისთან ახავს? ჯაჯო უნდა იყოს, რომელიც იმეებზე ლაპარაკობს რა. ვინ არის ვერ გავიგე და ერთი რამდენიმე ოჯახი კიდე სულ გამოდის პატივცემს მეგობრებო იმ ოჯახებმა. 3 ოჯახის გარდა საქართველოში ოჯახი აღარ არის კაცო? 3 ოჯახი, ესე იგი ჩართავ ერთი ოჯახი. ჩართავ კიდე ისა, ჩართავ აქა თვალე რა გინდათ ვერ გავიგე საქართველოს ხალხი აღარ ცხოვრობს. ესე იგი ატრიალებენ 3-4 ოჯახს. 3-4 ოჯახი არის ყველა არხზე კაცო. ღერიან, ცეკვავენ, უკრავენ. ესე იგი აი მეჩოგურები, მეჩაიები პოლიტიკასაც იმათ ეკითხებიან და აზრსაც იმათ ეკითხებიან. სამპაევ სამ ბილეტი პრადაიოდო რა რასაც ქვია. არ ვიცი. არა, სამარცხვინო. მე მინდა შეგახსენოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ სააკაშვილია, რომელმაც დახურა ყველა ტელევიზია და მოსპო და გაანადგურა მანაც კი მეორე არხი დაუთმო ოპოზიციას. მთლიანად მეორე არხი დათმობილი იყო ოპოზიციაზე და დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში რა ხდება ვერ გავიგე. არა გვაქვს ჩვენ უფლება რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოვიდეთ და ჩვენი აზრი გამოვთქვათ. აი როგორც ეხლა აქ ტელეკომპანიას სეზონზე გამოვდივარ და ჩვენ აზრს გამოვთქვათ. ხო და მაგას ვამბობ. რო არავის არ აკარებენ, არც პოლიტიკოს, არც გამოჩენილ მასწავლებელს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, გამოყავთ მარტო მეძავები და გამოყავთ მარტო ბუჩქის ქალები, აი სწორად უწოდა ბატონმა ნიკოლოზ ბუჩქის ქალები. სააკაშვილი რო გამოვიდა და შეიყვარეთ ერთმანეთი, აგერ ბუჩქები ხო არისო, აღიზარდა ის ბუჩქების თაობა და აი ეს ბუჩქების თაობა გამოყავთ იქ. მე ჩემი თავის მიმართ აი ხა მე იმ დღეს ბოდიში და გადმოვალ თქვენთან კაცო. მე ვერ გავიგე. ბალებ ჩაწერეთ ამ კონსტიტუციაში ვინც იყო ნაცი იმან უნდა დაიკავოს თანამდებობა. ჩაწერეთ ამ ორგანულ კანონებში რომ ვინც ესე იგი ნაციონალებთან იყო ის უნდა იმან უნდა დაიკავოს მინისტრი. აი ხა კულტურის მინისტრად რო გეყოლება ქალი რომელიც ქართულად არ ლაპარაკობს და ისა რა ქვია ეს ეგრეთ წოდებულად ესე იგი აი რაღაცა ვითომ ინგლისური სიტყვები რო იცით ამით გვემარიაჟება რასაც ქვია რა. სლენგი. აი მე ვერ გავიგე ამაზე მეტი კულტურის მინისტრი საქართველოში თქვენ ვერ მონახეთ? პირველად ნახავთ სათვალით, იმიტომ რომ აქამდე სპიჩებს ყოველთვის ზეპირად ვამბობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განგრძობითი, როგორ არის, long life learning-ის კუთხით, ყველასთან თანამშრომლობთ stakeholder-ები, ვინც ყავს დარგში, ვატნოზა და დაგააპდეიტე. ესე იგი ქალმა ორს წინადადებაში 15-ჯერ იხმარა ისა რა ქვია ინგლისური სიტყვა. და ეს არის კულტურის მინისტრი, Centpoint-ის ერთ-ერთი გარკვეული ხელმძღვანელი, რომელმაც დააქცია და გაანადგურა ოჯახები. და ამ რა დამსახურებით არის ეს ქალი კულტურის მინისტრი ვერ გავიგე. ნაციონალია და იმ დამსახურებით არის. ეგ არის ნაცი. რუხაძე. ნაცია ეგა. ჯერს პიონერთა სასახლე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე აიკლო და დაანგრია იქაურობა. იქედან მოყოლებული არის. ეგ არის ნაცი. და მე ჩემი თავის მიმართ მიჩნდება პროტესტი. პირველ არხზე იყო საუბარი ახლა. როცა გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ იქ უნდა შევარდნილიყვნენ ეს გიჟები, ეს ბუჩქისტები, სააკაშვილის ბუჩქების ქალები. მაშინ დამიწყეს მე დარეკვა და ჩემნაირებს კიდე რომ მოდითო და გვერდში დაგვიდექითო. და ჩვენ მაშინ არ გვეძახიან ჩვენი ქა რა, ბატონოსო. ეხლა აღარ გვეძახიან. ჩვენ არ გვეძახიან. არც მივალ ახლა იზღა მაკლია ვასიკო მაღლაფერიძეს დაუჯდე ეთერში. ვასიკო მაღლაფერიძემ ჯერის ილაპარაკოს ჟვანია როგორ მოკლეს. ჯერის ილაპარაკოს და პროკურატურას მისცეს ჩვენება როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია. და რა ფუნქცია ჰქონდა მას ჟვანიასთან მიმართებაში?
თქვენ ვერ დამალავთ ამ საქმეს. დამოკლეს מחვილივით კიდია ეგ საქმე საქართველოს პროკურატურის თავზე. ვერ დამალავთ თქვენ ამ საქმეს. გახსენით ჯვანიას მკვლელობა. და გაიწმინდება ნაცებისგან ყველაფერი. და დაანებეთ ამ კოწიწობას და იწილო-ბიწილოს თამაშს. ერთ რამეს გეტყვის, ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი მოთმინების უნარი და აი ეს კულტურის მინისტრი იქნება, რომ შეიძლება კედელზე მიაყენონ მალე რა. და ძალიან ბევრი ჩინოვნიკი. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნათესავები არ დაინდო. და დაიჭირა საკუთარი ნათესავები. თქვენც იგივე დღე გელი თქვენ საწოდავებო თქვენა რა. კაცმა საკუთარი ნათესავები არ დაინდო. იმიტომ რომ ჩაიდინეს დანაშაული. და ამათ გონიათ ეს შერჩებათ ხახვევით რა. აი ეს ხალხის დაცინვა, აბუჩათ აგდება, უდანაშაულო ხალხის პასუხისგებაში მიცემა. ესე იგი კაცს მიუვარდნენ. პროვოკაცია მოუწყეს და კიდე კაცი მისცეს პასუხისგებაში. ეს ეხა მაგალითად მოვიყვანეთ, თორე ასეთი 80% ციხეში ესე. არა, მეც ვიცი ეგეთი საქმეები. ვიცი, ბაია პატარაია მიუგზავნა ერთ-ერთ ჩემს შორეულ მეგობარს, ძალიან ახლო მეგობარი არ არის, მიუგზავნა ერთი მეძავი არაფერი არანაირი აქტი მათ შორის არ მომხდარა, მაგრამ დაიჭირეს ის ადამიანი. კი, გაამართლებენ, მაგრამ სანამ გაამართლებენ, ადვოკატი ამბობს, რომ გაამართლებენ, მაგრამ ამდენი თვეა ზის ციხეში. და რამდენია ეგეთი? არა, მე გეუბნები, დღეს საქართველოში მიდის ალენ დალესის თეორიის მიხედვით ფაქტობრივად მოქმედებები. ალენ დალეს ხო აქვს დათქვამი, ჩვენო ჰეტეროსექსუალებს უნდა დავცინოთო, აბუჩათ უნდა ავიგდოთო, მასხრათო და იგივე საკეთებენ, ესე იგი, ბოდიშ და ქალთან ვერ მისულ ხარ, იმიტომ რომ შეიძლება გიჩივლოს. ეხა იმ დღეს აი პროკურორზე ვიძახი, ლამაზი ქოგონა არის, კაცო და უთხარი, უი როგორ კარგად გამოიყურ. ესეთი სიტყვებით ნუ მომართავთ მე. არა ის პროკურატურა არა ეს ქალია საერთოდ. აი ეს პროკურატურაში ნახევარზე მეტი ქალები არის გასაყრელი იქიდან. ბოზებით არის სავსე. და ეს არის გახარიას შეყრილი ხალხი. მე მინდა გენერალურ პროკურორს მივმართო ეხლა. გაყარეთ პროკურატურიდან ეს მიშას ბოზები რა. მიშას ბოზები გაყარეთ პროკურატურიდან. მე ძალიან კარგი ხელმძღვანელობა მოდის ეხლა გვარსახელები არ მინდა დავასახელებო ძალიან მაღალი ინტელექტის ქრისტიანული მწამსის ხელმძღვანელობა მოდის იცვლება იქ ბევრი რამე მე მინდა თქვენ მოგმართოთ მიშას ბოზებით გაყარეთ მაკიდან რა უდანაშაულო ხალხს პასუხისგებაში აძლევენ ხალხო ციხეები სავსეა უდანაშაულო ხალხით რა არა ეს დამნაშავის არ დასჯა უფრო ნაკლები საშინელება ვიდრე უდანაშაულოს დასჯა არა ისე პროკურატურის თანამშრომლები რო გამოდიან ძირითადად ქალბატონები არიან მე ყურადღებას ვაქცევ და ყველარიანია ერთმანეთზე უკეთესი დარჩეული გოგოები რა ის პროკურატურაში სამოდელო სააგენტო გახსენით თუ რა ხდება ვერ გავიგე სააკაშვილი ეხლა არა ჩვენ ქართველები ლამაზი ხალხი ვართ და რა თქმა უნდა თვალსაც სიამოვნებს და გულსაც სიამოვნებს როცა ლამაზი ქალბატონი და მით უმეტეს პროკურორი გამოდის და ნუ ერთი სიტყვით რაღაცნაირად აი დუელში გვიწევს ალბათ მაგრამ რაღაცა უკვე დაეჭვებული ვარ კაცო რა ხდება ეს ამ პროკურატურაში რა ამბავი ტრიალებს ათეიშვილი მანდამაინც ვერ იყო თქვათ ძლიერი პოტენციის მამაკაცი და ეს გაბიტაშვილი მისი მრჩეველი იყო გენერალური პროკურორი მაგრამ ნუ ეთყობა ეს ცოტა ის არის რა ქვია ატაკაზია გადასული თუ რა ხდება ვერ ყოველ შემთხვევისათვის ეს ავგიასთავლა ვერ გაიწმინდა რა საქართველოს გენერალური პროკურატურა და არ ვიცი რა ხდება ნუ მეც გავიგე რაღაცა კაი ამბავი და იქნება რაღაცა აიმიტომ ლაპარაკობ ამას რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს პროკურატურის რომ გაწმენს პროკურატურას აი ამ გაღწნილი კადრებისაგან ახალი სისხლი შემოვა იმიტომ რომ ხელმძღვანელობა რატო იცვლება იმიტომ რომ რაღაცა არ ხდება ისე ეხლა ვიღაცა მართქვას რომ იქ იმიტომ შეიცვალა რომ ზოგმა რო იცის მადლობა რა ეხლა კარგად რომ მუშაობდეს იმი ხوار შეიცვლებოდა იქ რა თქმა უნდა და რო შეიცვლება ეხლა ის მოადგილე და გენპროკურორი ვერაფერს ვერ იზამს თუ კადრები არ შეიცვალა ხო აუცილებლად და კადრები უნდა შეიცვალოს რა კაცო მოდელებმა იმუშაოს სამოდელო სააგენტოებში ბოზებმა დასაქმდნენ როენა მამიდას სახელობის ბორდელებში
და კვალიფიციური კადრებს მიეცით საშუალება უამრავი კვალიფიციური იურისტია მარტო ადვოკატთა კოლეგიაში რამდენი შესანიშნავი იურისტი არის არ ვიცი წინვალე ხელმძღვანელი ყავს ადვოკატთა ასოციაციას ბატონი დავით ასათიანის სახით და ძალიან კარგი კოლექტივი შეკრა და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებია გადაიყვანეთ ბოლო-ბოლო ადვოკატთა ასოციაციიდან და გაწმინდეთ ეგ ისა რა ვქეთ მაგ ავგიას თავლა კაცო რა უბედურება ესა ესე იგი თიც უქნევს პროკურორი მოსამართლეს და ატერორებს ეს მითქვი ხალხო აი ესე მგონია რომ ის და ეს ახალგაზრდა გოგოები ეს მითქვი მე ამ ახალგაზრდა პროკურორს რომ ქალბატონს რომ კომპლიმენტი ვესტყორცნეთ დაგიჭერო გითხრა თუ არა მაგი არ უთქვი ხა მაგას მე ვერ გამიბედავს მაგ სიმართლე რო გითხრა მაგრამ არა ისე რომ დაგიჭირო არა იცით რა ერთმა სამმა პროკურორმა ქალმა რომ დაგიჭირო სიმართლე რო გითხრა ბოდიში და მე მაგას არ განვიცდი ეხლა სამარცხვინოა ეს ყველაფერი სამარცხვინო ბროლოდ ლამაზ ქალს თქვენი არ იყოს მეც სიამოვნებს რო უყურებ რა ეხლა რა ღმერთმა მაშინ მომკლა როდესაც ლამაზი ქალი შეხედვა რა რაღაც გზნობები არ გამიჩნდება არ მინდა ცხოვრება მაშინ რა იმან რო თქვა ერთმა მეტმა მეგობარმა თურქმა მეგობარმა მითხრა რომ ისე რომ კაციო მაშინ ახარო როცა აკუმულატორი ვითახა რომ მუშაობდა როცა არ იზავდა ეხლა რა არის იცით ეხლა მე ერთ რამეს გეტყვით რა უბრალოდ 13 წელია უკვე აი ამას უყურებთ რა აი ხა დღეს კიდე ერთი სამწუხარო ამბავი გითხრათ მინდა რა ესე იგი თქვენ კარგად იცით რუსულ-ქართულ თემატიკაზე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები აღდგეს და ეს manifest.g საიტზე უკვე 16 თუ 20000 კაცამდე მოაწერა ხელი გამორთეს დღეს ეს საიტი ესე იგი ყველანაირად პრობლემებს ქმნიან ესე იგი რა რომ აი საქართველოს რუსეთის ურთიერთობები არ დაალაგდეს რომ ამ იდიოტებმა აი ამ ბოდიშ და მიშას ბუჩქების თაობა მიყვიროს მონა რუსო და ვიღაცა მე მინდა ხელისუფლებას მივმართო რა იცით რა არის ვიღაცებს კი გონიათ იმ აეროდრომის დაბომბით რუსეთი ჩამოიშალა რა ვიცი ზოგს კურსკის აღებაც ეგონა რომ რუსეთი ჩამოიშლებოდა და რუსეთი რომ ომში არის და ვერ ხვდება ზოგიერთები და მთელ ნატოს და იმას ევროპას რო ემოება ვერ ხვდება მე მინდა რომ საქართველოს ტერიტორიულიანობა აღდგეს და ეს ხელმოწერები ამას ამ მიზანს ემსახურება მამუყა ფიფიამ ამას სული შთაბერა სოლიდარობა მშვიდობისას საერთაშორისო მდივანად ჩვენ დაუჭირებთ ხარი და დღეს აი პარალიზებულია ეს საიტი და მე არ ვიცი თქვენ არ შეგჩებათ ეს ყველაფერი საიტი კი არა დივერსია რა არა იმათ უნდა იმას ვქნათ ამ რა ქვია უკრაინელებს და იმ დივერსანტებს და იმებს ჩავეხუტოთ თურმე უნდა რა არ შეიძლება ესე მოქმედებები და ხელისუფლებას კიდე მინდა მივმართო რა ეს არ არის მშვიდობა რესტორანში რო ვერ დაჯდები და ქუჩაში რო ვერ გაივლი და მაღაზიაში რო ვერ შეხვალ ადამიანი იმის გამო რომ ვიღაცა პროვოკაციას მოგიწყობს ეს არ არის მშვიდობა ზოგჯერ გონია ესენი მაზოხისტები არიან იმ დღეს მიუვარდნენ მაღაზიაში იმ დღეს მიუვარდნენ იქ ეს არის ეხლა შეხედეთ ეს ახლა როგორ გააკეთეს ამათ იცით ბატონ ნიკოლოზ ბატონ სუსო შეხედეთ აი ეს ნარკომანები ვინც იყვნენ ახლა იმ გადატრიალების დღეებში აი ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ნარკომანები ხო იყვნენ ძირითადად ავანგარდში არა აი ახლა ისინი ხო ვიღაცები დაიჭირეს ვიღაცები გაიქცნენ ვირთხები გადაიკარგნენ იქეთ აქეთ შეძვნენ სოროებში ახლა ადგნენ და აი ეს აგრესიული ესე იგი ეს ფემინისტკა ქალები ეგრეთ წოდებული მიშას ბუჩქების მეძავები გამოიყვანეს წინა პლანზე. და აი ახლა ვითომ რომ რაღაცნაირად აი ეს დაამუნათონ ქართველი მამაკაცები რომ აი მაინც ქალია და რაღაცა და ეს ქალი არ არის ხალხო. ესენი ქალები არ არიან, არც გოგოები არ არიან, ესენი არიან დემორალიზებული რაღაცა ნაგავი სოციუმი ერის ჭუჭყი რომელიც უნდა გავიტანოთ. წეღანაც მოგახსენებდით ამის შესახებ. არ შეიძლება ამათთან ერთად ცხოვრება რა. ეხლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ ამ ხალხთან ერთად სად უნდა დაჯდე კინოში შეხვალ თეატრში შეხვალ რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ მაგათ ოჯახში შეიძლება ოჯახში როგორ შეიძლება საერთაშორისო ჭამა არ შეიძლება მაგათთან ერთად ბიჭი ყავთ თქვენ ეხლა თქვენ ცოლმოსაყვანი ბიჭი ყავთ ჯერ პატარაა ნუ მაინც ცოლმოსაყვანი რაც რამიშერო პატარა თუ დიდია რამიშერო ცოლმო ეხლა ხო გაიზდება რა ბოლო რამდენ წელში და ესეთი რომ ძლად შემომივიდეს მე გეუბნები თქვენ საქართველოში უკვე დეფიციტი არის იმისი რომ ნორმალური ეხლა ის პროკურორი ეხლა სახში არის შემოსაშვები იმას რო ეტყვი რომ რა როგორ კარგად გამოიყვირე ნიუნები ეხლა ამას რო ხალხი რა თმინა ეგეთ ბოზებიც არიან კაი გარეგნობის რა თმინა ეგეთ პროკურორი კი რა თმინა რაში მჭირდება რაღაცა
ხალი რო ესე იგი საქართველოში როგორ იყო რომ ოჯახში ყოველთვის ხდება უთანხმოება ყველა ესე იგი ჯერ რა გააკეთა აი ამ კონჩიტების დედოფალმა გახარია შინა მეტროებში იყო ისა რა ქვია ბანერები იქ ხდება პრობლემა დაურეკე პოლიციას ესე იგი ეუნებოდნენ ქალებს ოჯახები დაანგრიეთ ეს ნაძირლები ესე თვითონ არიან იპოტენტები ქალთან არაფრის თავი არ აქვს და ეუნებიან ქალებს ოჯახები დაანგრიეთო რა სასწაული არის პირდაპირ რა არა მაინც ისეთი სიტყვები ამოსდით პირიდან ბატონო ნიკოლოზ და ბატონო დიტო რომ არ ვიცი აი მე მაგალითად გული მერევა აი მე მწხვენია ბატონო აი გეფიცებით აი ღმერთს ვიცა ვარ აი შვილებს გეფიცებით რა აი თუ რაიმე მაგ წმინდა საფიცა აი მამა ჩემი საფლავს გეფიცებით რა რომ ეს აი მე მაპატიეთ რა ხალხო რა ეს არის გულისამრევი რა ესენი მე არ ვიცი აი თქვენ არ ვიცი რა ხალხო რა და რომელ ოჯახში გაიზარდეთ ქართველები ხართ მე თქვენ მე მგონია რომ ესენი ქართველები არ არიან ეს არის გადაჯიშებული ხალხი ეს არის აი რაღაც კლონია გამოყანილი აი იცით რა მგონია ხან და ხან ისტორიკოსი კაცი ვარ და უამრავი დამყრობელი ყოლია რა ხან მონღოლები აგვეწიოკებდნენ ხან თურქ-სელჩუკები ხან არაბები ხან ყიზილბაშები ხან თურქები არავინ არ დაგვა ხან ბიზანტიელები მე მგონია თუ რაიმე ბინძური გენი იყო ყველაფერი ერთად შენივთ და შეერთდა და გამოვიდნენ ეს მუტანტები რომლებიც ახლა არავითარი რა შეტანტე ეს არის მიშას თაობა ბატონო ეხლა თქვენ ძალიან ნუაზვიადებთ რა ეს არის მიშას ბუჩქე მიშა იყო კაცი რომელიც ესე იგი მიყავდა ეს ახალგაზრდები პიონერთა თუ რაც იყო ბანაკები და ეუნებოდა კაცო ჩანად მიდი თუ აგერო ბუჩქებიო და ისექსავეთო კაცო პირდაპირ ეთერში თქვა კაცო და მე გეთანხმები თქვენ იმაში ეს არის მიშას გამოსდილი თაობა ეს მე გეთანხმები თქვენ რომ არ გვინდა ამ ბინძურებზე ლაპარაკი ძალიან გთხოვთ რა არ გვინდა ეს არის რეალობა ესენი იჭერენ ხალხს ესენი აჭერენ ესენი ყრიანი რუსთაველზე და ეხლა მე ძალაც არ მინდა რაზე ვილაპარაკო მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა თქვენ სწორი ბძანეთ და აბსოლუტურად ტესტი არის ის ფაქტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტისა რაც ხდება დღეს რომ აი ეს აშმორებული მძორი ეს სამშობლოს მოღალატე ეს გარყვნილი სააკაშვილი დღეს ციხეში კი არ ზის სასჯელასრულების მე-12 დაწესებულებაში კი არ ზის ან გდანის ციხეში კი არ ზის წამოკოტრიალებული არის ვივამეთში იქ და არ ვიცი რამდენი ბავშვი გააკეთა იქ კაცო გეუბნები რა გარეთ რო ყოფილიყო ნუ არ ვიცი რა არა დემენცია აქვსო კდებაო ახლა მაინც მიიცალა ლაქები აქვსო ახლა მაინც მიიცალა მაგრამ მე მგონი საკუთარი ბავშვების კეთებისთვის აქამდე მაგის ბავშვებს ხები აკეთებდნენ და იქ ააკეთა ერთ-სამი ბავშვი გააკეთა მე მგონია რა მწყეულმა რა ხო და ეგ არის სირცხვილი ძვირფასო ხელისუფლებაო ეგ არის სირცხვილი და ამ სირცხვილს თქვენ ვერ ჩამოირეცხავთ იმიტომ რომ ეგ უნდა იჯდეს ციხეში და ზის გიზით სანატორიუმში მაშინ გენაცვალე დახურეთ ეს პენიტენციალური სისტემა და პატიმრები დააწვინეთ საავადმყოფოებში კაცო და იყვნენ რა იქ კაბინებში და რა ვიცი რა კი არის წამოკოტრიალებული გენაცვალე და რა ვიცი სხვებმა რა დააშავეს აი ეგრეთ კაი მაპატიეთ ამ გამოდამ სლენგისთვის და კაი უდარზია რა და სირცხვილია ეგ არა და ჩვენ რო სუვერენიტეტი არა გვაქვს და ჩვენ ვართ დამოკიდებული ქვეყანა და უღელი გვადგას აი ეს არის ნომერ პირველი ტესტი ნომერ პირველი მაჩვენებელი და გამოხატულება ამისა რომ ეს კაცი ეს არაკაცი უпроსწორად ეს სამშობლოს მოღალატე რომელმაც ჩააბარა კოდორის ხეობა ჩააბარა დიდი და პატარა ლიახვის ხეობები ჩააბარა ახალგორი და გაჟუჟა ამდენი ახალგაზრდობა და ამდენი ფული შეჭამა და მოიპარა ზის არა ციხეში არამედ წამოკოტრიალებული არის ვივამედის კლინიკაში რა ჭირს მითხარით აბა რის საფუძველზია სააკაშვილი დღეს საავადმყოფოში რა ტკივა რა აწუხებს მაგრამ ვერ გადაგყავთ ციხეში იმიტომ რომ ბაქი-ბუქი იმის შესახებ რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის მდგრადი და რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და საქართველოს ეგეთი სუვერენიტეტი არ გქონია ეს არის ტყუილი არა აქვს სუვერენიტეტი ქვეყანას და ვერ ბედავთ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ეგ არის სიმართლე და მე ამ სიმართლეს გეუბნებით მე თქვენი მტერი არა ვარ თქვენი მოყვარე და კეთილი მსურველი მაგრამ თქვენ მტერი და მოყვარე ხშირად გერევათ ერთმანეთში და არ გსიამოვნებთ ახლა შეიძლება ეს მწარე საუბარი მაგრამ ეს ალიყური მიიღეთ
და შეგერგოთ კარგად, იმიტომ რომ თუ გინდათ რომ ქვეყანა არ დაიღუპოს, მოიქეცით ისე, როგორც ბრძანა ბატონმა ნიკოლოზმა, ბატონმა სოსომ და რასაც ჩვენ გირჩევთ ამას. ეხლა მე ბოლოს მინდა რომ თლათ ისე გულგასახეთქად არ ჩაიაროს ამ გადაცემა, იმიტომ რომ ისედაც მძიმე თემებზე ვისაუბრეთ, ერთი სასიამოვნო თემა მინდა გითხრათ. აი რო თქვი რომ ხშირად მეთქი არ იწვევენ ადამიანებს, რომ პოზიტივი იყოს, რაღაცა ვიღაცას აკეთებს, პატრიოტ მამულიშვილ ადამიანებზე გააკეთონ გადაცემები. მარტო სამი ოჯახი უნდა იყოს საქართველოში, ესე იგი ყველა პოზიციაზე, ყველა ბრუნვაში და იმათ უყუროთ, მარტო ამა და არის სხვა ადამიანებიც, რომლებიც სიკეთეს აკეთებენ უანგაროდ. ეხლა ვასილ მჟავანაძე ვინ იყო საქართველოსთვის, ყველამ კარგად იცით. თუ რამე არსებობს საქართველოში ჰესიდან დაწყებული, მეტროთი დამთავრებული შენობებით, ქალაქებით, თუ ყველაფერი ხიდებით, თუ რა ყველაფერი ვასილ მჟავანაძეს უკავშირდება. და თუ კიდევ არსებობს ჩვენ და გადასახლებული არა ვართ ხრუშოვის მიერ და რომ გადავრჩით, ესეც ვასილ მჟავანაძის არის დამსახურება. თუ შეთირო საქართველოს შემადგენლობაშია და კიდევ უამრავი ტერიტორია. და მე ხა ვასილ მჟავანაძეზე არ მინდა საუბარი, ბევრჯერ მაქვს ნასაუბრი მასზე, მინდა ვისაუბრო მის შვილზე, ქალბატონ ნინოზე. ქალბატონ ნინო მჟავანაძე არის მეგობრებო წმინდა ნინოს ექიმთა საზოგადოების ხელმძღვანელი, რომელიც დაარსა მან 2008 წელს და ესე იგი მინდა გითხრათ რომ აი ეს საზოგადოება ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს, გასვლით ტურებს სხვადასხვა რეგიონებში. ეს არის ძირითადად მონასტრები, მინდა თან ვაჩვენოთ ეს მთლიანად კადრი მინდა ვაჩვენოთ. ეს არის გადიან მონასტრებში, ბერმონაზვნებში, უტარდებათ გამოკვლევა ბერმონაზვნებს და ეს არის ექიმების ჯგუფი წელიწადში 2-3 ჯერ გადის ეპარქიებში, უტარდებათ გამოკვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან კვალიფიციური ექიმები მონაწილეობენ ამ ყველაფერში. 68 მონასტერში იყვნენ აი ეს ექიმების ჯგუფები და ესე იგი კარგად მოგეხსენებათ როგორი რთულია დღეს აი მედიცინის კუთხით. ვიღაცას გონია რომ აი მონაზვნებს და აი ამ სასულიერო პირებს რაღაც დიდი დაფინანსებები აქვს და ისინიც უბრალოდ მოკვდავები არიან და ჭირდებათ სამედიცინო დახმარება და ამიტომ ყოველთვის განიცდიან აი ამ კუთხით პრობლემებს და ამიტომ აი ამ წმინდა ნინოს საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელი არის ქალბატონ ნინო, აი ესეთი ორგანიზებულად ყოველთვის ეხმარება და მე მსიამოვნებს ეს და მინდა მადლობა უთხრა ქალბატონ ნინოს. ის არის ეხლა პრინციპში რა გასაკვირია რომ ასეთი სახელოვანი მამის შვილი რომ აი ამ ტრადიციებს აგრძელებდეს და იყოს აი ამ ყველაფრის ავანგარდში. ეს სავსებით ბუნებრივია და ესეც იქნებოდა და ეხლა ხანს აი კიდევ იყვნენ ისინი ჩასულები, მინდა აი წარმოგიდგინოთ ძალიან ამაღელვებული სურათი არის დედაოები როგორ გალობენ. ერთ-ერთი აი ესეთი გასვლითი შეხვედრა მოეწყო, სადაც მათ ჩაუტარდათ სამედიცინო მომსახურეობა და გაეწიათ სხვადასხვა სამედიცინო კუთხით დახმარება აღმოეჩინათ. მეგობრებო, აი ეს შეხვედრები თან ვანახოთ ეს სურათები,
ტარდება ყოველგვარი დაფინანსების გარეშე აი ამ ჯგუფს ექიმების ჯგუფს არანაირი დაფინანსება არც თავრობიდან არც ბიზნესიდან არ აქვს თვითონ კრიბავენ ფულს ეს ექიმები ეს წმინდანის საზოგადოება და მიდის და აი ეხა ხედავთ თქვენ როგორ თვალი იქნება ყური იქნება სხვადასხვა ეს ასევე გამოკვლევები იქნება როგორ შეიძლება ჩვენს მონაზვნებს ჩვენ ბერ მონაზვნებს აი უტარდებათ აი ერთ-ერთი ესეთი გასვლითი შეხვედრა და ეს ტარდება სისტემატურად და მე მადლობა მინდა უთხრა და აი ეხლა აი ესეთ რაღაცეებზე უნდა გაკეთდეს წესით სიუჟეტები, გადაცემები და არა ბოდიში და 9ჯერ და 10ჯერ გათხოვილ ქალებზე. იმიტომ რომ ქვეყანას უნდა დავანა დღეს თუ აი ჩვენ რო ლაპარაკობთ დღეს თუ ჩვენი ქვეყანა საერთოდ დგას ეს დგას სწორედ აი ჩვენი წმინდანების, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ბერმონაზვნების ლოცვებზე დგას. და ეს უნდა გავიგოთ და გავითავისოთ თითოეულ ჩვენთაგანმა და სხვათა შორის დღეს არის ღირსი დოდო გარეჯელის ხსენების დღე. მე მინდა ყველას მოგილოცოთ. ეხლა ერთი ჟურნალისტი ვით მომივიდა ეს ბოლოს გავაკეთე ეს მილოცვა, მაგრამ მინდა მოგილოცოთ ეს დღე და ჩვენ რატომღაც დავით გარეჯი დაგვავიწყდა სხვათა შორის სამხელისუფლება მე არჩევნები ერთ-ერთი მოიგო სწორედ ამ გარეჯის თემით. და ეს გარეჯი არავის აღარ ახსოვს ამ ქვეყნად საერთოდ. მე არ ვიცი რამე გადაიჭრა პრობლემა ჩვენ რო ბრძოლობდით გაგვაჩერეს და გვითხრეს ხო ჩვენ გაგვაჩერეს თქვენო ხელს გვიშლითო და ესაო გაჩერდითო 4 წელი გავიდა იმის მერე და კლავად ჩვენ სასულიერო პირებს აკრძალული აქვთ იქ გარეჯში ასვლა და იმაზე მომლოცველებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. დღეს საქართველოს დგას სწორედ იმ 6000 გარეჯელზე, რომლებიც სარწმუნოებისთვის ეწავა. დღეს საქართველოს დგას იმ 100000 მოწამეზე, რომლებიც ქრისტიანობისთვის ეწავა. აი ზოგჯერ რო დავსვამთ კითხვა, კაცო, ამდენი მოღალატე, ამდენი გამყიდველი, ამდენი ვერაგი, რომ არის ჩვენ ისტორიაში როგორ მოვედით აქამდე? აი ამ წმინდანების ხარჯზე მოვედით. აი ამ წმინდანების ხარჯზე მოვედით და აი ამ მადლობა რომ ამ გზას აგზელებენ ჩვენი დღევანდელი აი ეს ბერმონაზვნები ჩვენი ეკლესია რომლებსაც უტევენ ყველა მხრიდან მე მადლობას ვეუბნები ყველა მათგანს თითოეულ სასულიერო პირს გულში ვიკრავ სიყვარულით და მე თითოეული მათგანი მიყვარს და რატომღაც გამადიდებელი შუშებით უყურებენ მათ თითქოს ეს ადამიანები ჩვეულებრივი მოკვდავები არ იყვნენ უფლის გარდა ყველა არის ცოდვილი და ყველა შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, მაგრამ არ შეიძლება ეკლესიაზე შეტევები. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, რომ თქვენ საერთოდ არსებობთ. მე ნინო მჟავანაძეზე მაქვს ლაპარაკი, არის ეს ადამიანი მართლაც ღვთის, აი ადამიანი, რომელიც სიკეთის განსახიერებაა და მხოლოდ სიკეთეს აკეთებს და შეუძლებელია ვასილ მჟავანაძის შვილი რომ სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ მე ბევრი ადამიანის შვილი ვიცი, რომელმაც საბწუხაროდ მამის გზა და მამის კვალი სხვა რამეზე გაცვალა. მე მადლობა ვეუბნები ქალბატონ ნინოს და აი ეს ასეთ ადამიანებზე უნდა გაკეთდეს გადაცემები. და კიდე სხვა ადამიანებზე. და მაშინ აი ეს მომავალი თაობა დაფიქრდება და ქუჩაში იმას უწმაწური სიტყვებით კი არ გამოვა, იფიქრებს რომ რაღაც სიკეთე აკეთოს. არ ვიცი, აი მე მგონი რომ აი ამ იდეოლოგიაზე უნდა აღვიზარდო ჩვენი მომავალი თაობა. ჯავანაძე იყო დიდი ქართველი და ქართული საქმის კეთება იმ კომუნისტურ ეპოქაში შესაძლებელი იყო და ამით მან ვიჩვენა ჩვენ მაგალითი მოგცა, ჭეშმარიტი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი მამულიშვილი. ხო, ქართული საქმის კეთება მით უმეტეს შესაძლებელია დღეს. ჩვენ ამათგან, აი ამ ერი ჭუჭყისა და ნაგვის შესახებ მოგახსენებთ, ჩვენ ამათგან კარგს ნურაფერს ველით. ესენი არიან კომპრაჩიკოსები და აი ამ კომპრაჩიკოსებს, რომლებიც ამახინჯებენ ადამიანებს როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად, ქართულმა სახელმწიფომ უნდა გამოუტანოს განაჩენი. სხვანაირად აქ არ იქნება. სხვანაირად ყოველად წარმოუდგენია და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. ამას წინა ვთქვი ეთერში. შინაგან საქმეთა მინისტრს ქვია გელა და გვარად არის გელაძე. და დაანებეთ ამ კაცს თავი და გეკას ნუეძახით რა. თქვენ სამარცხვინოები, ესენი მე ბატონო სოსო გაოგნებული ვარ. არა, მე რა ამათ რა გონიათ, ესე იგი, ამათ გონიათ. მე რა ვიცი, მე რამდენჯერ მოусმინე გელას ეძახიან. არა ბატონო, რას ლაპარაკობ? გეკას ეძახიან, რას ლაპარაკობ და გეკა დაწერეს. ამათ გონიათ, რომ ყავაზე და შოკოლადზე რო იკრიბებიან და რაღაცა კონიაკზე და ისე და გეკა და კუკა და კაკა და თქვენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია, კაცო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო საქართველოს მანდატურ უხუცესი. მეფის შემდეგ იყო მესამე კაცი. თქვენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე და ახლა ვიღაცა მეჯღანუაშვილზე კი არ ლაპარაკობთ, კაცო.
ვანო მერაბიშვილი ვინ იყო, ეგ საერთოდ ქართველი არ არის. და ეს კაცი არის გელაძე. და ძალიან საპატივცემულო გვარი არის, ეგა? ხო და გეკას დაანებეთ. შორის გელაძე სტალინის დედა იყო გელაძე. ხო, ეთყობა, რა ვიცი, მე ბატონო გელა, თქვენ თუ სტალინის ეხა შეიძლება თლად ეხა სტალინთან რა თქმა უნდა მკრეხელობა ეხა შედარება თქვენი, იმიტომ რომ სტალინი შეუფასებელია და მიუწვდომელია ყველასთვის, მაგრამ კაცო ახლა ნუ გავაგიჟებთ ამ შინაგან საქმეთა მინისტრს. მაგრამ ერთი რამეა, სტალინის ხელი რო ჭირდება ამ ქვეყანას, ეს ფაქტია, იმიტომ რომ ეს რასაც ეს ავხორცი ადამიანები აკეთებენ, ამას წერტილი უნდა დაესვა და ამიტომ ვარ ჩვენ აღშფოთებულები. მე პირადად პოლიციის დამცველიც ვარ, მოსამართლეც, რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფების, მაგრამ როცა ქვეყანაში პოლიციელია შეურაცხყოფილი, როცა ქვეყანაში პროკურორია შეურაცხყოფილი, იქ ქვეყანაში წესრიგი ვერ დამყარდება, იმიტომ რომ ეს ინსტიტუციები უნდა იყვნენ, მაგრამ არა წესრიგი ვერ დამყარდება, კი არა წესრიგი არ არის და უნდა დამყარდეს. მე რაც შემიძლია ერთ ჩვეულებრივ ადამიანს ყოველ სატელევიზიო გამოსვლას, რომელ არხზეც არ უნდა იყოს, ვიწყებ და ვამთავრებ იმით, რომ პოლიცია უნდა იყოს ხელშეუხებელი. მიუხედავად იმისა, რომ მეც მაჩერებენ ხოლმე, მეც მაჯარებენ ხოლმე, მე პოლიციაზე წყენა არ მაქვს. პოლიცია, მოსამართლე, პროკურატურა, აი სამართალდამცავი ორგანოები უნდა იყვნენ ხელშეუხებლები. და ახლა თქვენ წეღან სიუჟეტი აჩვენეთ ნინო მჟავანაძეს მე მესამე მეოთხე კლასელი ვიყავი, აი იქიდან ვიცნობ, შესანიშნავი ადამიანი იყო და არის. და როდესაც აი საქველმოქმედო ამბებს ხედავ, მახსენდება ჩვენი დიდი წინაპრის ნათქვამი: "ჰოი დედანო, მარად ნეტარნო კურთხევა თქვენ და კვილსახსოვარნო და არა ის ბარათაშვილის სიტყვები, არა ის, რაც აი ამ დღეს გადაცემაში სიუჟეტები ვნახეთ. ის არ გვინდა, ის უნდა მოვიცილოთ, ის უნდა ამოვძირკოთ, როგორც სიმსივნე ისე უნდა მოვიცილოთ და უნდა დარჩეს ჯანსაღი ნაწილი საქართველოსი, რომელიც უნდა მართავდეს კიდეც ქვეყანას. დიდი მადლობა ბატონებო. მადლობა თქვენ. ჩვენთვის გაკვეთილ რომ ამოიწურა ბატონი სოსო შატბერაშვილი, მემარცხენეალიზაციის ლიდერი, პროფესორი, ისტორიკოსი, ბატონი ტიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები, დაგემშვიდობები ძვირფასო ტელემაყურებლებო. ხვალ შევხვდებით ერთმანეთს კვლავ 9 საათზე ტრადიციულად კარგად ბრძანდება.